უკანონო მიგრაციასთან ბრძოლაც ხელისუფლების გაცხადებული ამოცანაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქართველო კიდევ რამდენიმე ათეულ ადამიანს დაატოვებინეს. ანა ბერძენიშვილია პირდაპირ ეთერში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა 20 ქვეყნის 80 მოქალაქე გააძევა. მხოლოდ 2026 წელს 300 უცხოელს აეკრძალა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა. სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკა აქვს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის. ეს ბრძოლა რომ ეფექტიანია, ამაზე სტატისტიკური მონაცემები მოწმობს. მხოლოდ 2025 წელს ერთ წელში ჯამში ქვეყნიდან 1311 უცხოელი გააძევეს, რაც ბოლო 6 წლის განმავლობაში გაძევებული უცხოელთა ჯამურ რაოდენობას აღემატება. უნდა აღინიშნოს, რომ 2026 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით უკვე 300-მდე პირია გაძევებული ქვეყნიდან. შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული დანაყოფი აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას არალეგალური მიგრაციის თითოეული ფაქტის გამოვლენის მიზნით და აღნიშნული პირების მიმართ მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი ღონისძიებების განხორციელება იმისათვის, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის მაჩვენებელი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა. მიზანი კი არის არალეგალი უცხო ქვეყნის მოქალაქეების დროული გამოვლინება და ქვეყნიდან გაძევება.